გამარჯობა, ეს ღია პოდკასტია. დღეს რიგით მე-7 ეპიზოდს ვწერთ. დღევანდელი ღია პოდკასტის თემა არის დევნილი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები და ვინ და დღევანდელი გადაცემის სტუმარია ქალბატონი მადონა ხარებავა. დღეს ჩვენ ერთად ვისაუბრებთ დევნილების საკითხებზე, თუ როგორ მოახერხეს დევნილმა ადამიანებმა თუ მოახერხეს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა, რა სერვისებს სთავაზობს ხელისუფლება ამ კუთხით, საზოგადოებრივი ორგანიზაციები რას სთავაზობენ, განათლება, ჯანდაცვა, დასაქმება, ეს სფეროები, რომელიც მნიშვნელოვანია, ასე ვთქვათ, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, რამდენად არის მისაწვდომი მათთვის და მათ საჭიროებებზე მორგებული. ქალბატონო მადონა, მოგესალმებით. დიდი მადლობა პირველ რიგში, რომ ხელა გზა გამოიარეთ და დღეს ჩვენთან ერთად ხართ ამ პოდკასტის ჩასაწერად. ძალიან ღრმა და ყოვლისმომცველი ინფორმაცია გაქვთ ამ საკითხებთან დაკავშირებით და ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან ერთად დღეს ამ პოდკასტის გაწყობა, ასე ვთქვათ. როგორ გრძნობთ პირველ რიგში თავს და ხო არ დაიღალეთ? მოგესალმებით, თომა, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მადლობთ არამიშავს. ვერ დაგეთანხმები, რომ მე ამ საქმის ექსპერტი ვარ, მაგრამ შემიძლია გაგიზიაროთ ის გამოცდილება, რაც წლების განმავლობაში მიგვიღია. პირველი რაც მინდა გითხრათ, ის არის, რომ თვითონ ჩვენი ორგანიზაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დედათა ასოციაცია DEA დაფუძნდა ადგილობრივი და დევნილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დედათა, კი ბატონო, დედათა მიერ და ხუმრობდი, რომ ინტეგრაცია, დევნილთა ინტეგრაცია სწორედ ჩვენი ორგანიზაციით დაიწყო, მეთქი. და აქედან გამომდინარე, რადგან თანადამფუძნებლები და დასაქმებულთა შორის იყვნენ და არიან დევნილები, თავისთავად ცხადია, რომ აბსოლუტურად ყველა პროექტს მოვიაზრებდით ამ ჭრილში. ანუ ინტეგრირებული იყო როგორც ადგილობრივი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებასთან, ასევე დევნილი. ეს არის 90-იანი წლები. კი ბატონო, 90 და ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ ჩვენი ორგანიზაცია არის ზუგდიდში და თქვენ მოგეხსენებათ, რომ ზუგდიდში ძალიან დიდი რაოდენობით იყო განსაკუთრებით თავიდან კონცენტრირებული აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა. აი ზუსტად ამ თემას გვინდა შევეხოთ, რომ აი უშუალოდ პირველი ეტაპი თქვენ ახლა ამ ყველაფრის მომსწრე ხართ და ყველაფერი ასე ვთქვათ თქვენს ემოციურ მდგომარეობაზე, თქვენს განცდებზე, თქვენს დამოკიდებულებებზე ეს ყველაფერი იყო აისახა და შემსწრე იყავით ამ პროცესების და რა ხდებოდა ამ დროს, როცა მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს მოუწიათ დატოვება თავიანთი მშობლიური კუთხის და გადმოვიდნენ, თქვათ, სამეგრელოს რეგიონში. აქ უკვე რა სიტუაცია იყო თავიდანვე, რა არსებობდა და რა შეიძლებოდა გაეკეთებინათ ამ ადამიანებს, თუ იყვნენ უზრუნველყოფილნი. პირველად მე ვერ გეტყვით აფხაზეთის მხარეს, რაც იყო, ისევე ვიყავით ინფორმირებული, როგორც დანარჩენი საქართველოს დანარჩენი რეგიონი, მაგრამ ჩვენ ყველაზე მეტად ვიგრძენით ომის საფრთხე, აი გადმოსვლის დროს, თქვენ შეგახსენებთ, რომ ერთი ნაწილი წამოვიდა სვანეთით და მეორე ნაწილი გადმოვიდა პირდაპირ ენგურის ხიდით, რომელიც ყოფს აფხაზეთს და სამეგრელოს და მე მახსოვს ეს იყო იმ ხელა სტრესი იყო ჩვენთვის ადგილობრივი იმათთვის ხო რაც იქნებოდა ყველას გვესმის მიატოვო საკუთარი სახკარი და ამავდროულად დატოვო იქ უსაყვარლესი ადამიანები ურმებით გადმოდიოდნენ ფეხით გადმოდიოდა ხალხი და ვერც მოახერხეს არავინ არ ელოდა განსაკუთრებით გალის თომა იცი რას გეტყვი ეტლით მოსარგებლე მე ცენტრალურ ქუჩაზე
ცხოვრობ. იშვიათად მინახავს, იმიტომ რომ ეს ის პერიოდია, როცა ეტლიც იშვიათობა იყო საქართველოში და ზოგადად გეტყვით, რომ ეტლით მომსახურება საქართველოში იმ პერიოდში მის მხრიდან, მთავრობის მხრიდან არც იყო და არც ითვლებოდა ერთ-ერთ სერვისად, ძირითადად მაინც ამავდროულად არასამთავრობო ორგანიზაციები ძალიან ცოტა იყო და თუ ვინმეს ჰქონდა ეტლი, ისევ ოჯახის მიერ შეძენილი და ჰუმანიტარული ალბათ. კი, ან ჰუმანიტარული დახმარებით ძირითადად, მაგრამ მე პირადად არ მინახავს ეტლით გადმოსული, ისინი სარგებლობდნენ მანქანით გადმოყავდათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ღია ცის ქვეშ იყვნენ, უმრავლესობა შეკედლებული იყო ნათესავებს, მეზობლებს და ასე შემდეგ. მე მახსოვს ჩემი დის მეზობელთან ერთი ღამე იყო 90 ადამიანი. მე არ ვიცი იქ როგორ იყვნენ ისინი, როგორ ეტეოდნენ, მაგრამ ღია ცის ქვეშ რო არ დარჩენილიყვნენ, წარმოიდგინეთ, ესეთი სიტუაცია იყო. შემდეგ ახლა მთავრობის გარეშე სხვანაირად ვერც მოხერხდებოდა ადამიანებს რა უნდა ეკნათ, მოხდა მათი ჩასახლება სკოლებში, საბავშვო ბაღებში, სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურებში და არა მხოლოდ სამთავრობოში გამოიყენეს შენობები, რომელიც ბიზნესაც ეკუთვნოდა, იმდენად რამდენადაც სტულიდნენ, რომ ეს იყო დროებითი ერთი თვის ან ორი თვის მერე აუცილებლად მოხდებოდა დაბრუნება დაუშვათ ამ შემთხვევაში გალში ან აფხაზეთის სხვა ქალაქში, საიდანაც ისინი იყვნენ. შემდგომი პერიოდი როგორ გრძელდება? გადმოვიდნენ, ზოგი სკოლის მოსწავლეა, ზოგი მუშაობდა, დასრულია და სამსახური. შესაბამისად, კი ბატონო. განათლების სისტემაში, დასაქმებაში, როგორ ჩაერთო ეს ხალხი, თუ მოახერხეს საერთოდ ჩართვა, რა ბარიერები იყო? ბარიერები ალბათ იქნებოდა, მაგრამ მეტნაკლებად ჩამოყალიბდა იმ პერიოდში, შეიქმნა ეგრეთ წოდებული აფხაზეთის სკოლები, ზუგდიდში არსებობდა და დღესაც არსებობს აფხაზეთის, ასე ქვია, აფხაზეთის ნომერი 1, 2, 3 და ასე შემდეგ სკოლები, გარდა ზუგდიდისა შეიქმნა მოსაზღვრე ტერიტორიაზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის უშუალოდ ესაზღვრება ზოგიერთი სოფელი აფხაზეთს. ამ ადგილებში გარდა ამისა, ჩვეულებრივ სკოლებში მოხდა ამ ბავშვების ინტეგრაცია და მე რომ მკითხოთ, ეს ძალიან კარგი არის, იმიტომ რომ ბავშვები თავიდანვე ერთმანეთს ეჩვევიან და ეს ხა საუბრობთ შეზღუდვის არ მქონე ბავშვები. მე ზოგადად საუბრობ, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებსაც ჰქონდათ ეგ შესაძლებლობა. თომა, აქ უკვე უნდა გადავიდეთ იმ ზოგად სიტუაციაზე, რა სიტუაცია იყო იმ პერიოდში საქართველოში, როგორც ადგილობრივისთვის, ასევე დევნილი შიშიმუ ბავშვისთვის. ეს ის პერიოდია, როდესაც ჯერ კიდევ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს რაიმე განსხვავებულ საჭიროებებს და სერვისებს, გარკვეულ სერვისებს შიშიმუ ბავშვებისთვის. მართალია კანონი, რომელიც არსებობდა 98-ში, არა, არ ზღუდავდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების სკოლაში სწავლებას, მაგრამ აუცილებლად უნდა აღნიშნოთ, რომ არანაირ სხვა სერვის, ანუ პირობებს არ ქმნიდა იმისათვის, რომ ასეთ ბავშვებს ესწავლათ სკოლაში. და შესაბამისად იგივე იყო დევნილი ბავშვებთვის. კიდევ უფრო მძიმე სიტუაციაში იყვნენ დევნილი ბავშვები, რომლებსაც საკუთარი ჭერი არ ჰქონდათ, იყვნენ კოლექტიური ჩასახლების ადგილები გაჩნდა, მაპატიეთ და საერთო საპირფარეშოთი, რომელსაც სარგებლობდა დაუშვათ 20-30 ოჯახი და თქვენ წარმოიდგინეთ, ახლა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და განსაკუთრებით ბავშვებისთვის ეს რამდენად მძიმე ტრავმა იქნებოდა ასეთ პირობებში ცხოვრება, ხო?
აი ტრავმები ახსენეთ და ფსიქოლოგიური მდგომარეობის კუთხით, ანუ რამე ფსიქოსოციალური მხარდაჭერა, რამე გაუსი სერვისი რამე არსებობდა. კი, სოციალური მხარდაჭერა იყო, ჩვენთან მაშინ უკვე ზუგდიდში იყო რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია. ისევ არასამთავრობო. კი ბატონო და აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ რადგან დევნილთა კონცენტრაცია იყო ძალიან დიდი და ამავდროულად არ დაგვავიწყდეს, რომ ზუგდიდი არის საზღვრისპირა აფხაზეთსა და სამეგრელოს შორის ეს ქალაქი შესაბამისად საერთაშორისო ორგანიზაციების ფილიალებიც გაჩნდა. მათ შორის აუცილებლად უნდა აღვნიშნო წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც იქამდეც არსებობდა, არსებობდა ასევე ბრიტანული საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია ოქსომი, რომლის მხარდაჭერით შეიქმნა ჩვენი ორგანიზაცია და სხვა მრავალი ორგანიზაციები მუშაობდა ზუგდიდში. და ისინიც ახორციელებდნენ თავისთავად ცხადია მაქსიმალურად ეხმარებოდნენ. კი, საერთაშორისო და საერთაშორისო იყო IRC კიდევ და სხვადასხვა ორგანიზაციები, ამერიკული ორგანიზაციები. პირველ ეტაპზე ეს იყო ძირითადად ჰუმანიტარული დახმარება. ესე იგი, პირველად საჭიროებაზე მორგებული სერვისების მიწოდება ხდებოდა. აქვე ფსიქოლოგიურად თუ აღნიშნავდა ბავშვების დახმარების კუთხით, მე მახსოვს, რომ ათინათი არის ძალიან კარგი ორგანიზაცია ჩვენთან. ათინათი ნორვეგიის მთავრობის და ნორვეგიის საერთაშორისო ორგანიზაციის და სხვა ორგანიზაციების მეშვეობით აკეთებდა ზუსტად აწვდიდა ფსიქოლოგიურ სერვისს ასეთ ბავშვებს და არა მხოლოდ ბავშვებს, დევნილებს ზოგადად. იყო სხვა ორგანიზაციებიც, ახლა შეიძლება ვინმე გამომრჩეს და ვერ ჩამოვთვლი ყველას, თუმცა ძალიან ბევრი ორგანიზაციები აფხაზეთი მახსოვს. კი ბატონო, აი რიც, მაგრამ ხარდაჭერა ახლა რაც არ უნდა იყოს ახლა ერთია როცა მთავრობა სახელმწიფოს მდგომარეობა მაშინ ხო მაგრამ სახელმწიფო როგორი მყიფე იყო ზოგადად და თუ იყო სახელმწიფო ესეც საკითხავია დღესაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ჩვენი სახელმწიფოებრიობა გვესმის ალბათ ძალიან კარგად და მით უმეტეს იმ პერიოდში ეხლა ისევ თუ დაუბრუნდებით ამ განათლებას შემდეგ უკვე განათლების სისტემაში უკვე გაჩნდა გარკვეული კონცეფცია ზოგადად იმაში რა ქვია ქვეყანაში და 2004 წელს 2004 წლიდან შევიდა კანონში ზოგადი განათლების შესახებ ცვლილებები და 2005 წელს უკვე საქართველოს ზოგადი განათლების კანონში გაჩნდა ინკლუზიური სწავლების ცნება რამაც ხელი შეუწყო ვერ ვიტყვი რომ იმ პერიოდში უკვე ამ ცნებასთან ერთად ამოქმედა ეს სერვისები რა თქმა უნდა არა მაგაზეც ჩემს გახსენებთ თუ გაინტერესებთ და მე უკვე 2010 უკვე დაიწყო საპილოტე პროექტები ჯერ თბილისში ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით და მე უკვე 3 წლის შემდეგ უკვე გადაინაცვლა ამ პროექტებმა, ანუ დაიწყეს იგივე საპილოტე პროექტები რეგიონებში, მათ შორის და ზუგდიდი იყო ცენტრი. კი, ზუგდიდში იყო მეხუთე საშუალო სკოლა, სადაც დაიწყო და იგივე აჭარაშიც იყო ეს მათ შორის ინფრასტრუქტურის ნაწილი, სპეცპედაგოგები და ანუ ეს გადამზადება მოხდა პედაგოგების ინკლუზიური განათლების კოორდინატორი ცნება გაჩნდა და უკვე 2010 წლიდან ინკლუზიური სწავლება შეიცვალა ინკლუზიური განათლებით და უკვე ზოგადი განათლების კანონში შეტანილი ცვლილებები გულისხმობდა იმას, რომ აბსოლუტურად ყველა სკოლა იყო ვალდებული მიიღო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი. მაგრამ როგორც ჩვენ ვიცით ხოლმე ქართველების ერთ-ერთი ჩვევა ეს არის, რომ წინასწარ არ განსაზღვრავთ იმას, რომ რა სერვისი უნდა მიაწოდო, რომ ის მართლაც იყოს ინკლუზიური განათლება. ის განსხვავებული პროაქტიულად რაც თავარი არავინ არ ზრუნავს ამას. რეაქტიული დამოკიდებულებებია ხო? სანამ არ მოგმართავს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლე, მანამდე იძახიან, რომ აი არ ვყავს. ეს კიდევ ეს დამოკიდებულება იქნებოდა. ინკლუზიურ ბავშვს რო ეძახიან, კიდევ სხვა პრობლემაა დღესაც არის ეს სამწუხაროდ ასე ხდება და შემდეგ უკვე დაიწყო
სკოლებში რაღაც გარკვეული სერვისების შექმნა და ეს უპირველესად ბავშვი უნდა შევიდეს შენობაში, ხო? თუმცა შენობამდე ნებისმიერი ბავშვი ადგილობრივი იქნება თუ დევნილი, უნდა მივიდეს სკოლამდე, ხო, შენობამდე. მაშინ ინფრასტრუქტურა როგორი დახვდა? როგორი იქნებოდა ახლა 98-ში წარმოედგინეთ ინფრასტრუქტურა რა? და თუ გინდათ 2010-ში არც ისინი რა ქვია გზები, არც ადაპტირებული ტრანსპორტი, სკოლებიც არ იყო ადაპტირებული, სკოლებში ელემენტარული პანდუსი არ არის პანაცეა, მაგრამ ელემენტარულად პანდუსები არის. შინსწავლება პოპულარული იყო მაშინ თუ შინსწავლება იყო იქამდე პოპულარული და დღესაც არის შინსწავლება, იმიტომ რომ ინკლუზია ცოტა რთული ის არის. ჩვენ უნდა მივისწრაფოდეთ, რომ მართლა დაინერგოს ინკლუზიური განათლება, თორემ ეს არის იდეა და ჩვენ უნდა ვისწრაფოდეთ, რომ ეს განვახორციელოთ, თორე ყოველთვის რჩებიან როგორც უნივერსალური დიზაინის დროს განისაზღვრება უნივერსალური დიზაინი არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაც ნებისმიერ შეუძლია იმით სარგებლობა, მაინც უნივერსალურ დიზაინში ისიც იგულისხმება, რომ თუ ვიღაცას აქვს კიდევ დამატებით სპეციალური საჭიროება, არ გამოირიცხება. რა თქმა უნდა, ეს არ უნდა გამოირიცხოს. აი ისეა ინკლუზიური განათლების დროს. თანდათან გადმოვედით უახლოეს წარსულთან. ასე ვთქვათ, მიუახლოვდით და დღევანდელი რეალობა როგორია, აქედან რო გავაგრძელოთ, ეხა დღეს რა გამოწვევების წინაშე დგანან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები, დევნილები და მათ შორის ქალები, რა თქმა უნდა, რა დამატებითი საჭიროებები აქვთ იმის მიღმა, რასაც სახელმწიფო აწვდის და მე მინდა ასე ვთქვათ, ისიც მიმოვიხილოთ, რა სერვისები არსებობს დღეს, რა განვითარდა და რას აწვდის სახელმწიფო ხელისუფლება, ასე ვთქვათ, რა პროგრამებს თავაზობს იმისთვის, რომ ეხა ვიცით ზოგადად საქართველოში რა სერვისები არსებობს, რამდენად ჩართულები არიან, მოკლედ გზადაგზა მინდა რომ რაღაც უფრო გავაფართოვოთ ეს მიმართულებები და უფრო მეტი სფეროები ჩავრთოთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცა მაინტერესებს მე პირადადაც, იმიტომ რომ ძირითადი ჩვენი სამიზნე კატეგორია დევნილები არ არის, მათ შორის მოვიცხავთ ხოლმე სხვადასხვა პროექტებში და საინტერესოა თქვენგან ამ ყველაფრის მოსმენა. ბოლო პერიოდი აშენდა საცხოვრებელი სახლები, ან სადაც ცხოვრობდნენ, იქ გაკეთდა ადაპტირებას ამდენ ითვალისწინებდა. გეტყვით, კი ბატონო, ზოგიერთი თავიდან არ და ვერ გაითვალისწინეს. ან კიდევ ვიყო შეთავაზება, რომ პირველ სართულზე ყოფილიყვნენ, თუმცა მე მახსოვს რამდენიმე წლის წინ მუნიციპალიტეტის ფონდიდან დამირეკეს და მთხოვეს თუ ქონდა სტანდარტები და გადაუგზავნე ის სტანდარტები, რაც უკვე ქვეყანაში არსებობს ეკონომიკის სამინისტროს მიერ და არ ვიცი რატო არ მიეწოდა ეკონომიკის სამინისტრომ, ეს არ მესმის, მაგრამ დიდი მადლობა მათ, რომ იფიქრეს ამაზე და მეტნაკლებად გაითვალისწინეს შიშიმო პირთა საჭიროება. სკოლებშიც იგივე ხდება და აფხაზეთის სკოლა იქნება ეს თუ სკოლა, ჩვეულებრივ დავუშვათ ამ შემთხვევაში ზუგდიდის სკოლები, მეტნაკლებად ბოლო პერიოდი პანდუსიც კეთდება, თუმცა ლიფტები აქვს იმ სკოლებს, რომლებიც შენდება აბსოლუტურად ახლა რომ შენდება, აბსოლუტურად ყველას ეკუთვნება, მაგრამ რეკონსტრუქცია რომ მოხდა და რემონტი რო გაკეთდა, იმ სკოლებში გაჩნდა უკვე ლიფტები. თუ სადაც ამისი კი ბატონო არის, იმიტომ იქამდე რა ხდებოდა, თუ პანდუსი ქონდა სკოლას, ყველა გაკვეთილი თუ იქ იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, დევნილი იქნებოდა თუ ადგილობრივი, არა, ტარდებოდა პირველ სართულზე და აბსოლუტურად ეს არ არის ჩვენი უფლებების დაცვა. იმდენად რამდენადაც როცა ჩვენ ვიცავთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის უფლებას, არ დაგვავიწყდეს, რომ არაშეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის უფლება უნდა დაიცვა. და თუ ქიმიის კაბინეტი არის მეორე სართულზე, იმისი რა ქვია, ფიზიკის, თუმცა ძირითადად ეს კაბინეტები უფრო
მოსახერხებელია პირველზე იყოს სხვადასხვა კაბინეტები, ხო? სხვადასხვა კაბინეტები არსებობს, ხო? ლინგოფონის და ასე შემდეგ, არა? რა დააშავა მეორე ბავშვმა? თუ გინდა შიშიმ ბავშვმა რა დააშავა? რატო არ უნდა ისარგებლოს იმ ლაბორატორიით, რომელიც აქვს სკოლას და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ როცა ჩვენ ვამბობთ უფლებების დაცვაზე, აუცილებლად არ უნდა დაგვავიწყდეს მეორე მხარე. ყოველთვის გამოყოფე ყველაზე მთავარს. აი რა იციან თუ არა კანონები. აი აქ ჩვენ დილემის წინაშე ვდგავართ. ჩვენ ამ შემთხვევაში შესაძლებელი არის, აი თუ გვექნება ფინანსური რესურსი, შესაძლებელია გარემოს ადაპტირება, მაგრამ უფრო რთულია სოციალური გარემოს ადაპტირება, ანუ სოციალური გარემო როგორი დახვდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე რაც არ უნდა იდეალური რა თქმა უნდა. ჯანსაღი დამოკიდებულებები არ იქნა, ну ეგეთი გარემოში რთულია, რომ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობაზე იფიქრო საერთოდ, ხო? ერთხელ გამოხვალ და ვიღაცა აი არასწორი ტერმინი ინვალიდით მოგიხსენიებს, რაც დამამცირებელია, ხო? ისე გამოგაყოლებს ახუდას მოგახდის ან რაღაცა. ну ეს ერთია ფიზიკური მისაწვდომობის ნაწილი, მერე რამდენად ხო იქ შევეხეთ ნელ-ნელა უკვე საზოგადოებრივ ცნობიერებას. ამ კუთხით როგორი მდგომარეობაა და რამდენად მოქმედებს ეს, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი ასევე დევნილია და მას კიდე დამატებით შეიძლება სხვადასხვა საჭიროებები კონდეს, აქ რა ხდება ამ კუთხით, როგორი დამოკიდებულებებია? მოდი დავიწყოთ მიმღებლობასთან დაკავშირებით, შეიძლება თავიდან იყო გარკვეულად სახელმწიფო რასაკეთებს კიდე აქ? სახელმწიფომდე თვითონ საზოგადოებაშიც იყო გამოყოფა დევნილი და ადგილობრივი, მაგრამ თანდათან უკვე დღეს ახლა 23 30 წელზე მეტია დევნილობაშია ეს ხალხი, სამწუხაროდ ეს ინტეგრაცია, სამწუხარო ინტეგრაცია კი არ არის, სამწუხარო რომ ამდენი ხნის განმავლობაში ვერ დაბრუნდნენ და ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორიები, მაგრამ დღეს ნაკლებად დგას ინტეგრაციის პროცესი. ამ შემთხვევაში და შეიძლება ითქვას, რომ თითქმის ერთი და იგივე პრობლემების წინაშე დგას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, როგორც დევნილი, ასევე ადგილობრივი. ერთი და იგივე პრობლემებია. კი ბატონო, ნომერ პირველი პრობლემა მთავრობას რო შევეშვათ, არის ჩვენი დაბალი შიშიმ პირების დაბალი თვითშეფასების დონე. და ამ დაბალი თვითშეფასების დონეზე უდიდეს გავლენას ახდენს თვითონ ოჯახი. ოჯახის როლი აქ ძალიან დიდია, იმიტომ რომ მე ვიცი ოჯახები, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ბავშვი გამოიყვანათ, სკოლაში წაიყვანათ, უმაღლესი დაამთავრებინეს იმ გაგებით, რომ ხელი შეუწყოს, პროფესიულიც დაემთავრებინა, უმაღლესი განათლება მიეღო და ასე შემდეგ. მაგრამ არიან ოჯახები დღეს ნაკლებად, მაგრამ თავიდან რომლებიც ფიქრობდნენ, რომ არ ღირს ეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მალავენ, კი ბატონო, მალავენ დღესაც. მაგრამ უკეთესობა ნამდვილად არის შეიცვალა საზოგადოება, თვითონ შიშიმ პირთა ოჯახები, განსაკუთრებით ახალგაზრდა მშობლები, მათი ხედვა და დამოკიდებულება უკვე სხვა მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ორგანიზაციების როლი და სამოქალაქო თვითშეგნება, ალბათ ვინც გვერდში დაუდგება ამ დროს და აკვალიანებს იმ ორგანიზაციებთან, თქვათ, გაუყვალავს გზას, რომლებსაც შეუძლია რომ მათ ცნობიერებაზე გავლენა მოახდინოს, უფლებრივ ჭრილში ინფორმაცია მიაწოდოს და დაანახოს რაღაც მაგალითები თუნდაც, რომ სხვები ახერხებენ ჩართულობას და იცი რა დამალვას არანაირი შედეგი არ მოაქვს და პირიქით, რაც უფრო წინ წავწევთ და ხარს დაუჭერთ, ასე ვთქვათ, უფრო და უფრო შეიძლება უფრო მეც მიაღწიოს ადამიანმა და შეძლოს დაიმკვიდროს საკუთარი თავი და იმ ინკლუზიურ ჯანსაღ ინკლუზიურ პროცესში თვითონაც მიიღოს მონაწილეობა და ამის ჩამოყალიბებაში. ძალიან საინტერესოა თვითონ თქვენი ორგანიზაცია უკვე მოქმედია ამ დროს, უკვე აქტიურად მუშაობს და თქვენ რა სერვისებს თავაზობთ სხვა ორგანიზაციები, რა სერვისებს? საზოგადოების დამოკიდებულებაზე როცა ვსაუბრობთ ჩვენ თვითონ უნდა ვაჩვენოთ ჩვენი თავი ზუსტად ისეთი, როგორებიც ვართ და უნდა აქცენტი გავაკეთოთ
არა უმწეობაზე, უნარობაზე, არამედ პირიქით იმ შესაძლებლობებზე, რაც გააჩნია ნებისმიერ ადამიანს და მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს. თქვენ არ დაგიწყიათ ისე უბრალოდ განათლებაზე საუბარი. განათლება არის სწორედ ამ ინტეგრაციის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო და ბუნებრივი საშუალება. როცა ბავშვი სკოლაში კი არა, სკოლამდელ დაწესებულებიდან დავიწყოთ, იმიტომ რომ ინკლუზია იქ უნდა დაიწყოს და ინტეგრაცია სკოლამდელ ბაღებში უნდა დაიწყოს, ხო? აი, როცა ბაღში ჩემთან არის და ვხედავ, რომ ის განსხვავებულია, სულ მალე ეს განსხვავებულობა იშლება. ის არის ჩემი მეგობარი. იგივე ხდება მერე სკოლაში, იგივე ხდება შემდეგ ცხოვრებაში. და სხვა რო არაფერი, როცა განათლების სისტემაში აი ეს კარგი ცვლილებები ხდება, უკვე კარგი განათლება და ეს თანაკლასელების, თანაკურსელების დამოკიდებულება, დადებითი დამოკიდებულება, აი ეს არის საწინდარი იმისა, რომ ხვალ და ზეგ ის უფრო კარგად დასაქმდება. ვიდრე იმ შემთხვევაში, როდესაც ის ვერ მიიღებდა განათლებას. ხა განათლება ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მოგეხსენებათ, ხო? და აი ეს ამიტომაც საზოგადოების ცნობიერების, ანუ ცნობადობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე საკითხებში უფრო სწორია, ასე თუ ვიტყვით, ცნობადობა ამ მიმართულებით იზრდებოდა და გაიზარდა კიდეც. თუმცა აქაც არის სტიგმა და განსხვავებული დამოკიდებულება ფიზიკური შეზღუდვის, ინტელექტუალური და ფსიქოსოციალური შეზღუდვის მქონე პირების მიმართ. ეს სტიგმაც და აი ეს სტერეოტიპიც არსებობს, რომ კი ბატონო, ფიზიკური შეზღუდვა შეიძლება ადამიანს ჰქონდეს, მაგრამ მას შეუძლია მიაღწიოს და მასთან მეგობრობა უფრო ადვილია და მარტივი, ვიდრე ფსიქოსოციალური და ინტელექტუალური შეზღუდვის. ამ მიმართულებით ძალიან ბევრი არის გასაკეთებელი. იგივე სკოლაში რომ მიყვავს ბავშვი, ჩვენ მუშაობდით, ჩვენ ვატარებდით ტრენინგებს, როგორც შიშიმ ბავშვების მშობლებთან, ასევე არაშიშიმ ბავშვების მშობლებთან, თვითონ ბავშვებთან, მასწავლებლებთან, უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. მეორე ნაწილია. შედეგია არის ხა ჩვენი მარტო არა სამთავრობოებით ვერ ხდება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მთავრობას აქვს ეს ვალდებულება და რესურსი. კი ბატონო, იგრძნობა დადებითი ცვლილებები. ჩვენ დინამიკაში ვატარებდით ხოლმე კვლევებს, მაგალითად პირველი კვლევა მიმართულებით მასწავლებლებთან და მშობლებთან ჩავატარეთ 2005-ში. ეს კვლევა გავაკეთეთ 2014-ში და გავაკეთეთ 2019-ში. შედარება არ არის არაჩვეულებრივად, მაგრამ გასაკეთებელი არის ძალიან ბევრი. გარდა ამისა, ჩვენ გვქონდა იურიდიული საკონსულტაციო და ახლაც უწევთ სამსახური წლების განმავლობაში და შემიძლია გითხრათ 60,000-ზე მეც გაუწიეთ კონსულტაცია და რა თქმა უნდა დევნილებს ეს არის განათლების მიმართულება, იგივე დოკუმენტაციების მომზადება, რო ვთქვათ, იგივე დასაქმების მიმართულება, უფლებების დარღვევის დოკუმენტირებას ვახდენდით, გადამისამართებას ვახდენდით, მათ შორის სასამართლომდე საჩივრების მომზადებას ხავსირავენ. ჩვენ გადამისამართებას ვახდენდით წლების განმავლობაში ჩვენი პარტნიორი იყო საიასთან გადამისამართებას ვახდენდით, გადამისამართებას ვახდენდით სახალხო დამცველთან და ძალადობასთან დაკავშირებით, მათ შორის შიშიმ ქალების ძალადობასთან დაკავშირებით რამდენიმე შემთხვევა ქონდა, ბავშვებთან დაკავშირებითაც სექსუალურ ძალადობაზე საუბარი, გადამისამართებას ვახდენდით ასევე ბავშვთა ზრუნვისა და ტრაფიკინგის სააგენტოსთან. ისე რომ თანამშრომლობდით წლების განმავლობაში, ქონდა გადავარჩინოთ ბავშვების პროექტის ფარგლებში ფსიქოლოგიური სერვისი, სხვათა შორის დევნილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, ქალებისთვის და ბავშვებისთვის. აქ ცალკე არ მოვიაზრებდით მარტო შეშემო პირებს, იმიტომ რომ ჩვენი ხედვა ორგანიზაციის ასეთია, რომ როცა ცალკე ყავს ეს ჯგუფი აღებული, არა, ამ შემთხვევაში ეს სეგრეგაციასავით გამოდის და ამიტომ ყოველთვის უფრო დიდ ჯგუფს ვქონით და ამ დიდ ჯგუფში ერთი ქვიჯგუფი არის შიშემო პირები და ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმითაც, რომ თვითონ ბუნებრივად ხდება ინტეგრაცია
იზოლირებულები არ არიან და ყველა მხარე ერთმანეთის ხედავს შესახებ კი ბატონო იმ ინფორმატივად განსხვავებულ საჭიროებებს, იმ განსხვავებულობას, რაც გააჩნია ამა თუ იმ ჯგუფს და მარტო შენ კი არ გაგაჩნია შემოპირს ეს განსხვავებული საჭიროება. იგივე გააჩნია ქალებს, იგივე გააჩნია ბავშვებს, იგივე გააჩნია ადგილობრივ მოსახლეობას, დევნილს და ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია ეხლა თემაზე გადავიდეთ, რომელიც შეეხება ჩართულობის მექანიზმებს და როგორია ამ შემთხვევაში სამეგრელოს რეგიონში მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, დევნილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების ჩართულობა, თუნდაც იმ სპეციფიური საჭიროებების გათვალისწინებით და ბიუჯეტების პროცესში თუ არსებობს სხვა რაიმე განსაკუთრებული მექანიზმები ამ ადამიანების ჩართულობით, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ადვოკატირების პროცესი, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ყველა ნაბიჯზე თუ არა, ყველა მეორე ნაბიჯზე ილახება პირთა უფლებები, ვიცით და ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე ვართ. ჯერ კიდევ 2003 წელს ჩვენ მუშაობდით და შევქმნით საინიციატივო ჯგუფები. საზოგადოებრივი კომიტეტები, ასე დავარქვით თავიდან. და აქაც როგორც წინათ ეს იყო როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ასევე სხვა მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლები და მაშინ როცა დავიწყეთ მუშაობა, სხვათაშორის იყო სოფლებსაც ჰქონდა, ჯერ არ იყო თვითმმართველობის ახალი კოდექსი, სოფლის დონეზე იყო ბიუჯეტი და სოფლებში შევქმნით საინიციატივო ჯგუფები. და თავისთავად ცხადია შიშუმპირები და მათი ოჯახის წევრებიც ჩავრთეთ. და ისინი ადგილობრივი ბიუჯეტის მონიტორინგს აკეთებდნენ, საჭიროებებს იკვლევდნენ. 2020 წლიდან უკვე შევქმნით საინიციატივო ჯგუფები ფოთში, ზუგდიდში, წალენჯიხაში, სხვა შორის წინა წლებში ჩხოროწყუშიც ჰქონდა ეს ჯგუფები და აი აქ ხოლმე ორგანიზაცია თქვენი ყავით, თქვენ მართავდით ეს ჯგუფები, კი, ჩვენი პროექტები იყო, უბრალოდ მუშაობდით ამ მუნიციპალიტეტებში და აქაც ისინი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ბავშვთა მშობლები ან ოჯახის წევრები ყავდა, ქალები და ახალგაზრდები. ეს სამი ჯგუფი იყო და ისინი იყვნენ ჩართულები, დისკუსიები ჰქონდა, ტრენინგჯერ უნარჩვევების გაძლიერების მიზნით უტარებდით ტრენინგებს, სემინარებს, რომ თვითონ შეძლებოდნენ წაკითხვა ბიუჯეტის, ვაკეთებდით კვლევებს, სულ ამ წლების განმავლობაში სულ კვლევებს ვაკეთებთ ამ მიმართულებით, რომ ბიუჯეტი ყოფილიყო მორგებული ამ შემთხვევაში ამ სამი ჯგუფის და განსაკუთრებით შეშემოპირთა საჭიროებებს. შემდეგ უკვე ამას ვიწვევდით ასევე ადგილობრივ არასთან ძალიან კარგად თანამშრომლობით დით მეხაზე უნდა გაუსვა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან, მადლობა მათ იმისთვის, რაც გაუკეთებიათ. შემდეგ უკვე ერთად ვიხილავდით ამ პრობლემებს, კვლევის შედეგებს, დისკუსიებს ვაჯერებდით და რეკომენდაციების სახით ვაწვდით შესაბამის მუნიციპალიტეტებს, ვიწვევდით სხვა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და აქვე აღნიშნავ, რომ რამდენიმე იყო გათვალისწინება ზოგიერთ მეტნაკლებად ზოგში უფრო მეტად იყო გათვალისწინებული, ზოგში ნაკლებად. რა არის ის საკითხები პრიორიტეტული, ასე ვთქვათ, თქვენ როგორ ხედავთ, რომ დევნილებისთვის რა არის გასაკეთებელი დევნილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის, ქალების როლი აქ ძალიან მნიშვნელოვანია, ქალების სპეციფიკა და დამატებითი სერვისები რაც ჭირდებათ, რამდენად არის თუნდაც ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა და ანუ თქვენ როგორ ხედავთ რა არის საჭირო სამომავლოდ, რა არის გასათვალისწინებელი იმისთვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დევნილები უფრო ადაპტირდნენ გარემოში, უფრო მორგებული იყოს მათთვის ის გარემო და შეძლონ როგორც განათლების მიღება, დასაქმება, ასე სოციალურ თუ სხვადასხვა მიმართულებით ჩართულობა და მონაწილეობა, რაც მთავარია და არ ქონდეთ ამის დეფიციტის განცდა, ასე ვთქვათ. რას ხედავთ თქვენ პრიორიტეტად, რა წარმოგიდგენიათ? დღეს დღევანდელი გადმოსახედი. პრიორიტეტად ალბათ ჯერ კიდევ არიან დევნილები და მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებიც გაუსაცლის პირობებში ცხოვრობენ და უპირველესად მათ რაც სურთ, ეს არის ადაპტირებული ბინა, საცხოვრებელი პირობები ჰქონდეთ, თუმცა როგორც თქვი, შენდება
და ბოლო პერიოდი ამას ითვალისწინებენ, იმიტომ გვინდა არ გვინდა უპირველესად საყოფა ცხოვრებო. ამდენად ხარისხიან ხდება ეს ადაპტირების კომპონენტი, გათვალისწინება, ანუ ეს ხდება უბრალოდ მისაწვდომობა ლიფტამდე ვისვლა და მერე სრულდება. გაჩნია რამდენ სართულიანია სახლი, ყოველას ლიფტი არა აქვს, მაგრამ ადაპტირება ამ შემთხვევაში პირველ სართულზე აუცილებლად ხდება, კეთდება პანდუსი. წინასწარ ხო იციან ვის რო ეკუთვნის ამ შემთხვევაში რიგში დგანან და უნდა ვთქვათ ისიც რომ ქულების მიხედვით ხდება განაწილება თუ ოჯახში არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი დევნილებზეა საუბარი ერთი ქულა ემატება ესე იგი გარდა ამისა დევნილთა დიდ ვინც მუშაობს ისე მუშაობს მეთქი მაპატეთ კომპაქტურად ჩასახლების ადგილებშია დღესაც არა მათ უნდა გითხრათ რომ მეტნაკლებად აქვთ სოციალური დახმარება სოციალური დახმარება აპარაკია სიღარიბის ქვემოთ 100 ქულაზე ნაკლები ვისაც აქვს იმ პროგრამებში არიან ჩართული და მოგეხსენებათ რომ ამ პროგრამებში ჩართულებს ჯანდაცვის სერვისები უფრო კარგი აქვთ ვიდრე იმათ ვინც არ არის ჩართული ამ მდგომარეობაში მე აუცილებლად უნდა ვთქვა როცა დევნილებზეა საუბარი აქ ომის შედეგად ძალიან ბევრი გახდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და ხაზი მინდა გაუსვა ასევე იმათ ვინც ნაღმის შედეგად გვეიცაწინააღმდეგო ნაღმის შედეგად დაზარალდა და გახდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. აი მათ უკვე სხვა სპეციფიკური საჭიროებები ყავს. აი ამ ჯგუფში როგორც შეშიმპირთა ჯგუფში ხომ სხვადასხვა ქვეჯგუფებია და ეს ამ განსხვავებულობას იშვიათად ხედავს სახელმწიფო. ხშირად არის ამას საუბარი რომ შშმ ქალებისთვის დამატებით სპეციფიური ჯანდაცვის სპეციფიური საჭიროებებიდან გამომდინარე არ აქვთ ხოლმე ხელმისაწვდომობა ამა თუ იმ სერვისზე, სკრინინგებზე და ასე შემდეგ. და ალბათ განსხვავებული მდგომარეობა არ იქნება არც სამეგრელოში და იგივე საჭიროებები და გამოწვევები არის. და ვიმედოვნებ რომ ახლოს პერიოდში ამ კუთხითაც იქნება. აი თქვენ იყავით ხო ახლახან სუგდეთში და არაჩვეულებრივია რომ ჩაატარეთ ტრენინგი. მარტო სკრინინგზე არ არის საუბარი ზოგადად რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე კეთდება აქცენტი მაგრამ არა მხოლოდ ამაზე აი საქართველოში სამწუხაროდ იმ შემთხვევაშიც კი როცა შენ გაქვს ფინანსური რესურსი შიშიმო პირი ვერ ღებულობ ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას. აი სწორედ ამის გამო და მათ შორის ექიმების დამოკიდებულებასაც უნდა ინფრასტრუქტურა და ტექნიკური აღჭურვილობა ერთი მხარეა და მეორე მხარეა და ძალიან კარგი არის რომ თქვენ მოახერხეთ და ჩაატარეთ ტრენინგი სხვადასხვა სამწუხაროდ ჯგუფთან ეხა ბევრი შესაძლებლობა არის. კარიტასი იცით ჩეხეთის ორგანიზაცია შარშან წინ მსგავს ოღონდ აქცენტი გაკეთებდა რეპროდუქციულზე ჩაატარა ტრენინგი მე ჩავუტარე ქალბატონებს არა რამდენიმე მამაკაციც კი იყო. აი ამ მიმართულებით ბევრი სამუშაო ყველგან არა მხოლოდ ზუგდიდში ბათუმში ყველგან მთელ საქართველოში მათ შორის თბილისში დამოკიდებულება მარტო ის დამოკიდებულება როცა ეტლში ხარ ან კიდევ პირი ხარ შენს მაგივრად რო ელაპარაკებიან იმ ადამიანს ვინც შენთან ერთად არის თუმცა მე არასოდეს შემყავს ხოლმე ჩემთან ერთად ჩემი ახლობელი. ზუსტად მართემებზე გქონდა საუბარი, რომ მიმართეთ უშუალოდ პაციენტს და თვითონ მოთხოვეთ, ექიმებს უთხარით, რომ თვითონ მოთხოვეთ, რომ მარტო შემოვიდეს და დატოვოს თანხმობა პირმა. ძალიან დიდი მადლობა მოკლედ. დიდი მადლობა თქვენ. ძალიან საინტერესო იყო. თქვენც ასევე წარმატებას გისურვებთ და ძალიან დიდი მადლობა იმ გაწეული შრომისთვის, რასაც წლებია ახორციელებთ. არა მარტო სამეგრელოს რეგიონში, არამედ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. ასეთი იყო ჩვენი რიგით მე-7 პოდკასტი. მაყურებელს კი შევახსენებ, რომ ჩვენი პოდკასტების ნახვა შეგიძლიათ საიტზე Sergi და ასევე აუდიო ვერსიის მოსმენა შეგიძლიათ ეკრანზე მითითებულ პლატფორმებზე.